ძალიან კარგად გვაქვს უკვე გათავისებული, რა ძალიან დიდი საფრთხეს წინაშე დგას საქართველო. უკვე არა მხოლოდ რომ შეჩერდა ევროინტეგრაცია, არამედ სრული უსამართლობა და ქაოსია დღეს საქართველოში. რომ დააკავეს უკანონოდ ის ახალგაზრდები, რომელსაც მხოლოდ ერთი რამე აქვს, ისევე როგორც მე, სამშობლოს სიყვარული, ამით ცდილობენ ადამიანების დაშინებას და ცდილობენ რომ რაღაცნაირად დახლიჩონ ეს ადამიანები, დაგშალონ, აღარ გამოვიდეთ, პროტესტი არ გამოვთქვათ, მაგრამ 50 დღეა ვაპირებთ გაგრძელებას. პროტესტი გაგრძელდება და მოთხოვნა რჩება იგივე. დაინიშნოს ახალი არჩევნები, გამოუშვან უკანონო დაპატიმრებულები, რომელსაც სულ ტყუილად აწამებენ და აწვალებენ, ისედაც საკმარისად აწამეს მათ და ასევე მე მოვითხოვ, თუ სამართალია ამ ქვეყანაში ის ადამიანები დაისაჯონ, ვინც ამ ადამიანების წამებაში მიიღეს მონაწილეობა. დღეს ჩემი შვილიშვილის დაბადების დღეა, მე მინდა მას ვუსურვო თავისუფალ და ევროპულ ქვეყანაში იცხოვროს და სხვა საჩუქარს მე ვერაფერს გავუკეთებ, გარდა იმის, რომ ვიდგე აქ და მე მას ეს საჩუქარი გავუკეთო თავისუფალი საქართველო.